გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო, მინდა მოგილოცოთ დამდეგიშობა ახალი წელი და როგორც ყოველთვის გადაცემას ვიწყებ ტრადიციული სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ორისეთ ხადაზეს და მასთან ერთად CDC-ის ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებ ყველას ძვირფასო მეგობრებო. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხოდა ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს. შეგახსენებთ, ვისაც გაქვთ სურვილი, გვერდით დაუდგეს ჩვენს გადაცემებს, შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში, ვანო შოუს Facebook გვერდზე და ჩვენს YouTube არხზე. მაშასე დავიწყებ რამდენიმე დღის წინ პატიმრების რიგებს ქართული ოცნების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი და ბიძინას ნდობით აღჭურვილი პირი გრიგოლ ლილუაშვილი შეემატა. გამოვიდა გენერალური პროკურორი და ჩამოთვალა რა ბრალდებით აკავებენ ყოფილ თანაგუნდელს. დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბიზნესმენებისგან, თბილისის ბაგაბაღების ტენდერებიდან თანხების მითვისება, კოლ-ცენტრების მფარველობა და კოლ-ცენტრებიდან შემოსული თანხებით ოპოზიციური არხების დაფინანსება. მოდი აი ამ ბოლო ბრალდებით დავიწყოთ. რა გვეტყობა ახლა ჩვენ დაფინანსების? ბენდი ხომ არ აყავს, ხალხს ხომ დახმარებას ვთხოვთ. დენის ინკასატორს ყოველ მოსვლაზე კიდე ჩვენი იუმორით ვართობთ, რომ დენი არ ჩაგვიჭრას. რა გვეტყობა ახლა ჩვენ აი გეკითხებით დაფინანსების? საერთოდ ძვირფასო მეგობრო, როგორ მივეჩვიეთ თითქოს აი ამ ყველაფერს. რა თანხებზეა საუბარი და რა თემებზე წარმოიდგინეთ. ლილუაშვილით, ჯუანშერით და ღარიბაშვილით ხვდებით თუ რამხელა კორუფციის ჭაობშია ჩაფლული ეს ქვეყანა. აი ბაგაბაღების მანიფაფებიდანაც კი ფულს აკეთებდნენ. მანიფაფებიდან. არ ვიცი აი ამას რა დავარქვა. აი რა ვიცი აი ამათ რა მოუხდება სახელსაც როგორი სახელით უნდა მიუმართოთ რა უნდა დაუძახო. აი მაგალითად მე ვფიქრობ აი გარეული ჩინოვნიკები. ხომ არსებობს ცხოველებში გარეული და შინაური. ჩინოვნიკებშიც ასეა გარეული და შინაური ჩინოვნიკები. ესენი არიან გარეული მტაცებლები. აი მტაცებლები, აი მოუთვინიერ მხეცები. მხეცები განძღომას რო ვერ იგებენ, დადი ამ მხეცები. აი ამას ეს შეიძლება დავარქვათ. ესეთი პერიოდი კორუფციული ამ ქვეყანაში არ ახსოვს ძვირფასო მეგობრებო. საინტერესოა რას ამბობს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავებაზე თბილისის მერი კახი კალაძე. მივესალმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ახლა საინტერესოა თვითონ კორუფციასთან ბრძოლა როდის მიესალმება კალაძეს. მივესალმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ამბობს მაშინ, როდესაც კალაძის პროგრეს ბანკში შევიდნენ დოკუმენტების საკვლევად. მოკლედ ქოცებო, შეიძლება ჯერ ადრეა, მაგრამ უკვე შეგიძლიათ კალაძის სალანძღავი ტექსტების დაწერა დაიწყოთ უკვე. უკვე დროა, მასე იძახდით ღარიბაშვილზე არ დაგჭირდებაო და ხო დაგჭირდათ. ამიტომ კალაძეზე უკვე წინასწარ გქონდეთ მომზადებული ბრტყელი ესეთი დასაგმობი ფრაზები. ამ თემაზე რომ დაუსვეს კითხვა თბილისის მერს, კახიმ ჟურნალისტებს უპასუხა: გამოძიება ჩემი ინიციატივით მიმდინარეობსო ამ პროგრეს ბანკშიო. ანუ კალაძე გვიმტკიცებს, რომ სანამ სხვის თვალში დინეს დაინახავს, საკუთარ თვალში ბეწვს ეძებს. ამიტომ დაურეკა პროკურატურას, მოდით მომხედეთ ძმებო, ემან რამე ცოდვა არ მქონდეს ჩადენი. ეს უნდა რომ დაგვაჯეროს ამ ზვარაკად გამზადებულმა მოდურმა კაცმა. რამდენიმე დღის წინ თბილისში გაიხსნა ფერარის ცენტრი. რა კარგი ამბავია, დიდი აპლოდისმენტებია. ამაზე ანუ გახარებული ბედნიერია მოსახლეობა. გახსნის ცერემონიას კახი კალაძემ ესწრებოდა. მან ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებთან ერთად წითელი ლენტი გაჭრა. ძალიან მაგარია კახი, ძალიან. წალენჯიხაში ხო ჩაგრიალდი ფერარით, ხო ამას წინ. მოდი ახლა ტურნე გავაკეთოთ მაგის დედაცვატირე რა. ფერარებით თელ საქართველოში. აი ესე მოვედოთ რა. ამ გაჭირებულ ხალხის გულების დასახეთქად ყველასი. თქვენ მამობჩეველმა ხო უნდა დაინახოს შორი და როგორია ლაქშერი ცხოვრება. ნუ აი მიგრიალოთ რა, მიდი უბეროთ. კაია.
კაია Ferrari ხრაზა ჯობია ზოგადად ადრე თუ Mercedes და BMW-ს ყიდვის საშუალება არ ქონდა ახლა Ferrari-ს ყიდვის საშუალება არ აგვაქვს ანუ ხო გაიხსნა და ანუ იმისიც არ გვაქვს ახლა ამისიც არ აგვაქვს რამდენიმე დღის წინ საოცარი ინიციატივით გამოვიდა ირაკლი კობახიძე მართლობიდან 13 წლის თავზე შენიშნეს რომ პროდუქტებზე ფასებია მომატებული ნახოთ რა განცხადებას აკეთებს ეს ღვთისმიერი ადამიანი ჩვენი პრემიერი საქართველოში სურსათი უფრო ძვირია ვიდეო ევროპაში ჩდება ეჭვი რომ ბაზრის მოთამაშეები კარტერული პრინციპით მუშაობენ ანუ ეს ევროპა რომელიც გაუბედურებულია და ეკონომიკით ზრდის ტემპით ჩვენ ვუსწრებთ თურმე პროდუქტების ფასები გაცილებით იაფიაო წარმოგიდგენთ ხალხო ნახოთ როგორი გაგრძელება მოყვა ირაკლი კობახიძის განცხადებას სუსი სამომხმარებლო ფასების შესწავლას იწყებს საოცარი ინფორმაცია სუსი რომელიც უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე და დასდებდეს რუს აგენტებს ქვეყანაში აპირებს რომ ირბინოს ბაზარში და ბულგარული წიწაკის და ვერმიშელის ფასები აკონტროლოს. ეგემა ვიღაცა უფრო ძვირად არ გაყიდოს. რა ვიცი, ბარემ დინარაძის ნაცვლად დავნიშნოთ მადონა კოიძე, სუსის უფროსა და დავარქვათ პუსი. პროდუქტების უსაფრთხოების სამსახური. პუსი. ეს მაჭარაშვილის ნაირი ხუმრობა გამოგვივიდა, მაგრამ არა უშავს ჩვენს გვაქვს უხარისხო გადაცდომები გადაცემებში ძირფასო მეგობრებო არა უშავს მალე შეიძლება სუსში ყოველ კვირის ბოლოს ჩაინიშნოს ბრიფინგი გამოვა სუსის წარმომადგენელი და მკაცრი სახით გვამცნობს ასეთ ინფორმაციას ერთი კვირის განმავლობაში 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება მყ უხ და სძ მყ ანუ მდნარი ყველი უხ ანუ უცხი მოხაჭო სძ სამონადირეო ძეხვია სძ აი ესეთ ამდენად აბსურდში ვცხოვრობთ ხო ხდებით როგორც ცნობილი გახდა გახარიას პარტია მონაწილეობას მიიღებს სურსათის ფასებზე საპარლამენტო კომისიაში ახლა მინდოდა თქმა აბა გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს ვინ გაბედავდა ფასების მომატებას ხო იმიტომ რომ გახარია კაცი იყო და რაღაცნაირიანი იყო მაგრამ ვეღარ ვამბობ. მიზეზს გეტყვით რატო ვერ ვამბობ. ნახოთ. ოცნების პროპაგანდისტი თათარაშვილი ესეთი განცხადება. ვინც კიდე გახარიას ახსენოს, თუ კაცია მოძრეს, თუ ქალია არ ენახოს მის ცხოვრებაში. კიდევ კარგი აქამდე არ დამწყევლა, თორე მე იმდენჯერ მაქვს ნახსენები, ეკთება რომ წესით ტანს ქვემოთ არაფერს ვეღარ უნდა ვგრძნობდე, ისეთი იმდენი რაოდენობით მაქვს, მაგრამ მე მორწმუნე არ ვარ, თათარაშვილის წყევლის მე არ მეშინია. მე ყოველთვის გავიმეორებ იმ შენს ფრაზას, თემურ და შენი წყევლა ვერაფერს ვერ ვიზამ, იმიტომ რომ კაცი ვარ და არაფრიანი ვარ. უკვე მუშაობს წყევლა, ხედავ? უკვე წყევლა მუშაობს, ხალხო, რა ხდება? არაფრიანი ვერ ვამბობ იმას, არაფრიანი ვარ. მოდი შევეშოთ ამ პროდუქტების ფასებს და ამ ნაკლებად საინტერესო თემებს მინდა ერთი ძალიან ძვირიანი ინფორმაცია გაგიზიაროთ. როგორც გაირკვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ლანჩზე სასტუმრო პარაგრაფში დადის და ეს ლანჩი 230 ლარი უჯდება დღეში. გესმით ხალხო, 230 ლარი ერთი ლანჩი. ანუ გამოდის სამინისტროდან ეს ქალბატონი, გადაღლილი, ქვეყნის ბედზე დაფიქრებული და უკვეთავს ლანჩს, რომლის ღირებულებაც არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვის საარსებო მინიმუმი. ისე გაჭირებულ მოსახლეობასაც შეგვიძლია რომ ყოველდღე ლანჩზე სასტუმრო პარაგრაფში შევიდეთ, მაგრამ დრესკოდის გამო არ გვიშვებენ, ჩაცმა ვერ ვისწავლეთ ხალხმა. ჩაცმა. როგორ შეიძლება? ხო შეიძლება ჩვენ თავზეც მივხედოთ. ვაგრძელებთ ემას და კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ, ნახოთ რა გველოდება 1 იანვრიდან. 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 15,000 ლარი იქნება. როგორი თავმდაბლობაა რა, ადამიანი რამდენი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორია და ამდენი წლის შემდეგ გაიზარდა ხელფასი სულ რაღაც 3,000 ლარით.
როგორ ეთყობათ, რომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რაღაცა გასაცოდავებულ 100 მილიონს იღებენ. აბა ჩვენ რა გვენაღლება ოპოზიციურ არხებს, კოლცენტრებიდან მოდის მოჭხრიალებს ფული. მოჭხრიალებს ფული ჩვენს ხელფასებში. უკრეთ რომ წარმოვიდგინოთ, შეგახსენებთ საზოგადოებრივი არხის ბიუჯეტი ფინანსდება ჩვენი მოქალაქეების თანხით. ანუ ხალხის ფულიდან 15,000 მას ვუხდით. დიდებული ამბავია ძვირფასო მეგობრებო, ერთი სიტყვით ტელევიზიას, რომელსაც 15,000 ადამიანიც კი არ უყურებს, მის დირექტორს ექნება 15,000 ლარი ხელფასი. არ გატყუებთ, მართლა ასეა. რამდენიმე დღის ის საქართველოს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები ესტუმრნენ და გაიმართა ელჩების კონფერენცია. ამ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ნახოთ როგორ გვასახელა მან ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი ქვეყნის მისამართით მთელი რიგი დაუმსახურებული ბრალდებები მოვისმინეთ. ჩვენს ერთგულებას იმ მიდგომის მიმართ, რომლის თანახმადაც კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას მშვიდობიან მოგვარებას უწყობს ხელს. ძვირფასო ტელემაყურებლობა ეს მუსიკა ავტომატურად ჩაირთო. ჩვენ არაფერი მიგვიდია, თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა ამოაგდო ეს მუსიკა და დაადო თავისით. ყოველ მის გამოსვლას უნდა მოყვებოდეს ფონად ეს სიმღერა. ადრეს ქონია, მაგრამ რა ვქნა, უხდება ამას. მგონი ოცნების ყველა წევრს მოუხდება, თითქმის ყველა წევრს ეს მუსიკა ძვირფასო მეგობრებო. შეკაცო, თუ ესე სწრაფად ვერ კითხულობ, ნელა წაიკითხე, სად გეჩქარება. დამარცვლე, ისე და ისე წაიკითხე. თითი გააყოლე. ხაზებს რო არ აგერიოს იქ ხაზი. რა ვიცი ხა პირველ კლასში ასე გვასწავლიდნენ მასწავლებლებიდან. რა უნდა კაცო ესე რო ესე მიყვებოდით ესე თითო სიტყვას ესე მართლობრივად მე იკითხება წინადადება ჩაულებრივად. მოკლედ სამი ამბანი გვაქვს ქართველებს და რომელიმე მაინც ისწავლეს შეკაი შედალოცულო. მართლა რომელიმე ისე რომ ორი სიტყვა მაინც გაგვაგებინო. ამ პირდაპირ ტექსტი გამოაქვეყნე და აღარ წაგვიკითხო ჩვენ თვითონ წავიკითხავთ. არ არის პრობლემა. მონოლოგის ბოლოს შევინახე ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც გაჟღენთილია უმაღლესი კლასის იუმორით, ძვირფასო მეგობრებო. მოდით მოვისმინოთ ეს განცხადება, რომელიც ევროპას ეხება. ეს ყოფილა არა ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა, არამედ ორპირი კარის პოლიტიკა. გესმით ხალხო? გაიგეთ საჩაურტყა, ეს არ ყოფილა ღია კარის პოლიტიკა, ეს ორპირი კარის პოლიტიკაა. მე კიდე ვერ ვამბობ ესე კარგად და იქ ადგილზე უნდა მოусმინო. ირაკლი ისე კარგად. მე ეს ხალხი ხო სიცილით დაიხოს და იქ კი არა ევროკავშირი და დარეკეს. როგორო ბიჭო ესე როგორო? ევროპა ღიაო და აი იქაც კალასები და ისიც მოკვდნენ სიცილით რა. წინა კვირას მაჭავარიანმა კაია კალასი, ცუდია კალასიაო, ახლა კიდე კობახიძემ ეს თქვა, მოკლედ ყველაზე მეტად ამ ქოცებს რაც აზიანებთ, ეს არის იუმორის გრძნობა, ძვირფასო მეგობრებო. იუმორის გრძნობა 1%-ითაც არ აქვს. ამიტომ არ გაჩერდეთ, რაც შეიძლება მეტი ასეთი იუმორი შემოგთავაზეთ. წამების გამო თუ არა, ამ ხუმრობების გამო მაინც შეიძლება დაამხოს ხალხმა ეს მთავრობა. პირდაპირ ყურს მიბზარავს მე პირადად. ყოდა მზად ვარ აი ამ რევოლუციურ მოძრაობას ჩაუდგე სათავეში. აბა ხალხო, მომყევით. თქვენ კიდე გააგზავნეთ ლაპარაკი, კაია კალასი, ცუდია კალასი, ღია კარი, ორპირი კარი, გიჟიმანტასი, მიდით ბოლომდე ორსულა, რა ვიცი, მიდი არ გაჩერდეთ. იგრიალეთ, მადლობა ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემს გადაცემას გააფორმებთ ბენდი თამუნა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.